გასული სეზონი ძალიან არაერთგვაროვანი გამოვიდა, ძალიან ბევრი დადებითი მოვლენებიც იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე წლებია ერთი და იგივე საკითხებზე გვიწევს საუბარი და არა და არ დაადგა ამ საკითხებს გამოსწორების, ასე ვთქვათ. ვერა და ვერ გამოსწორდა, აქედან გამომდინარე ძალიან უშლის ეს ხელს საერთოდ ჩვენი მთის კურორტების განვითარებას ხელს. რაც შეეხება დადებით და ესეთ პოზიტიურ მხარეს, გახლავთ ის, რომ მიუხედავად ქვეყანაში ძალიან ესეთ არასტაბილური ვითარებისა, საკმაოდ სამთო სათხილამურო კურორტებზე წელს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ტურისტი აკლდათ. პირიქით იყო მატება ჯავშნების მხრივ, ბევრი ტურისტი შემოვიდა, თუმცა აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ ეს არ არის ის ტურისტი, რომელზეც ჩვენ როგორ ვთქვა, ალბათ გვინდა რომ საქართველოში იყვნენ მრავლად და რომელზეც მე ესე ვიტყოდი ჩვენ ვნადირობთ, ეს არის რა თქმა უნდა დასავლეთიდან შემოსული ტურისტი და რატომ მანდა მაინც, იმიტომ რომ ის არის კარგად მხარჯველი ტურისტი, ის არ არის მაგალითად წელს თუ შევხედავთ დინამიკას, იხეირეს მხოლოდ გამქირავებლებმა. რატომ? იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთიდან იყო ძალიან ბევრი ტურისტი, ძალიან დიდი დინამიკა იყო ორთოდოქსი ებრაელები, რომლებიც ქირაობენ საცხოვრებელს, მაგრამ არანაირ სხვა სერვისს არ მოიხმარენ, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი, სპორტული, ეს იქნება სათხილამურო თუ რაიმე ამასთან დაკავშირებული სხვა სერვისები, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამქირავებლები წელს საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ სხვა იქნებოდა ეს სარესტორნო თუ სპორტული ბიზნესები ამ მხრივ ნამდვილად არ დარჩნენ კმაყოფილები. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ისევ და ისევ გვიჭირავს გეზი, რომ გვჭირდება ტურისტები დავაბრუნოთ, იყვნენ მრავლად წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპიდან, დასავლეთ ევროპიდან შემოვიყვანოთ ტურისტები, მოვხიბლოთ ამერიკიდან და ასე შემდეგ. ამიტომ რომ შევაჯამოთ ეს, ასე ვთქვათ, განყოფილება, გამქირავებლები, სასტუმროს მფლობელები, აპარტოტელის მფლობელები წელს ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ. ესეც არ არის ცუდი, ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, დიდი ინვესტიციებია ჩადებული განსაკუთრებით აპარტოტელების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩანაგდეს და კიდევ რაღაც იყოს სტიმული განვითარების, აუცილებელია რომ იყოს დამქირავებელი. ბელორუსიდან იყო წელს ასევე ნაკადი გაზრდილი, თუმცა რა თქმა უნდა ესეც კიდევ უნარიანობა არ აქვს დიდი ამ ტურისტს. მეორე ის, რაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ გამოსწორდეს ქვეყანაში, ეს გახლავთ თვითონ სტრატეგია და მთის კურორტების განვითარების. ძალიან მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ძვირფასი ტურისტი, მაგრამ რას ვახვედრებთ მას? არა და არ დაადგა საშველი არც გუდაურს, არც ბაკურიანს, მოგეხსენებათ, რომ ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეს კურორტები უკვე წლების განმავლობაში ამ სამშენებლო ქაოსმა გამოიწვია ძალიან
ძალიან ცუდი სიტუაცია და ეხლა ძალიან სერიოზული სტრატეგია უნდა დაიდოს, შემუშავდეს და დაიდოს, რომ რაღაცაზე ფრაგმენტულად კი არა, რომ დღეს რას გავაკეთებთ და ხვალ რას გავაკეთებთ. არა, აი 5 წელიწადში მაგალითად, 10 წელიწადში აი რას მივიღებთ. გასაგებია, რომ შვეიცარიას 1 და 2 წელიწადში ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენს რაღაც აი 10 წლიანი გეგმა უნდა არსებობდეს, რომ და ძალიან მკაცრად უნდა მიყვეს სახელმწიფო ამ გეგმას, რომ რა ეშველება ახლა მაგალითად ბაკურიანს. აი 10 წელიწადში როგორი კურორტი იქნება. ჩვენ ვნახეთ წელსაც რა მძიმე სიტუაცია იყო ბაკურიანში. აქ ახლა აქაც სხვათა შორის ეს ორ ნაწილად უნდა გაიყოს, იმიტომ რომ ბაკურიანს წელს ნალექი არ აკლდა, ძალიან კარგი თოვლი იყო გუდაურისგან განსხვავებით და ძალიან ცნობილმა ბლოგერებმა ბაკურიანში იმდენად კარგად იყო სასრიალო ტრასები მოწესრიგებული და იმდენად კომფორტული იყო წელს ბაკურიანში სრიალი, რომ ძალიან ცნობილმა ბლოგერებმა ის ალპებში არსებულ კურორტებსაც კი შეადარეს. ეხლა სხვათა შორის არ მინდა კონკრეტულად რომელ კურორტებს შეადარეს, იმიტომ რომ ნამდვილად შორს ვარ და ამ კურორტებიდან და ეს რაღაცა კლუცში არ მინდა რომ გადავიდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როცა ცნობილი ბლოგერი ასეთ ტრადიციულ და მაგარ კურორტებს ადარებს ბაკურიანის ტრასებს, ეს ნამდვილად მისალოცია, მაგალითად მთის ტრასების სამსახური სააგენტოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს და აწესრიგებს ამ ინფრასტრუქტურას და სასრიალო ტრასებს. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს რომ არაჩვეულებრივად მუშაობს ეს სამსახური და მეორეს მხრივ თვითონ ბაკურიანში არსებული სიტუაცია, რომელიც უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს. და აქვე მინდა სხვათა შორის აღვნიშნო, ბაკურიანს აქვს ეს განვითარების ცენტრი თუ ფონდი, ხა არ მინდა სახელი შემეშალოს, მას ყავს არაჩვეულებრივი მმართველი ქალბატონი ეკატერინე ორჯონიკიძე, რომელიც არის ნამდვილად აი თანამედროვე ტიპის მენეჯერი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება რაღაცა პოლიტიკური ნება, რომ ბაკურიანში გამოსწორდეს ვითარება, აუცილებლად შეძლებენ ადგილობრივად ქალბატონი ეკა და მისი გუნდი მაგალითად მუშაობას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ახლა დღეს ისინი არსებობენ ბიუჯეტის გარეშე, ასე ვთქვათ, არავინ მათ უნდა მისცენ საშუალება, რომ დასახონ მიზნები, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ქალაქთა სივრცით მშენებლობით განვითარების სამსახურთან ერთად და უნდა დაიწყოს განვითარება. რა მინდა ვთქვა, რომ კადრი არსებობს. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული ორგანიზატორები, ძალიან სერიოზული ადამიანები, ვინც არიან დასაქმებული, ასე ვთქვათ, ეს სახელმწიფო სამსახურებია, სახელმწიფო სამსახურებია უკაცრავად, მაგრამ არ არსებობს რაღაცა ზოგადი ნება, რომ ეს ამ ადამიანებმა თავის საქმე აკეთონ და ვიღებთ იმას, რასაც ვხედავთ მე ყოველ ზამთარში, ეხლა ძალიან ისე აქცენტს ვაკეთებ ბაკურიანზე, იმიტომ რომ ეს მართლაც არაჩვეულებრივი კურორტია, ხო, თავის ბუნებრივი მონაცემებით და წლების განმავლობაში, რაც იქ ჩვენ დავატრიალეთ, ეს არის უბრალოდ დანაშაული. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ეს მშენებლობები, დაედოს კლიტე, უნდა აბსოლუტურად მოხდეს გადააზრება, რომ აი ამ უბედურებიდან რა არის გამოსავალი, როგორ უნდა ჩაიკეტოს იქ მოძრაობა, როგორ უნდა დარეგულირდეს, რომ ეს რაღაცა გაურკვეველი საცობები დაესვას წერტილი და როგორც კი ამას დაესმება წერტილი, ჩვენ მივიღებთ, რა თქმა უნდა, დადებით დინამიკას, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ გახსოვთ 2 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატი
თავისუფალ სტილში ჩატარდა ბაკურიანში და ასევე მსოფლიო თასის ეტაპები მუდმივად ტარდება, 2 წელია გუდაურში ტარდება ძალიან აქტიურად და ეს არის ძალიან დიდი რეკლამა. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, აი ამ რეკლამის საშუალება ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს ეს ჩემპიონატები, მათ ამ შეჯიბრებებს კიდევ მოყვება სხვადასხვა ღონისძიებები, რაც ძალიან ახალისებს და აცოცხლებს კურორტს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო რეკლამა ამ კუთხით და კიდევ სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია არ გვაკლია, მაგალითად სვანეთი მასპინძლობს ასეთ ძალიან ექსტრემალურ შეჯიბრებებს